კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე გვიწევს თქვენი ყურადღების შეჩერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სვანეთის გამორჩეული ფეოდალური საგვარეულოს დადაშქელიანების ხვაწლსა და ისტორიაზე ფოტოგამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართა. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ერთ-ერთ ავტორს, წიგნის ეთნოლოგს პროფესორს როზეტა გუჯეჯიანს. მოგესალმებით კალბატონ როზეტა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვანახოთ ჩვენს მაყურებელს, ვინც გვადევნეს პლატფორმებით თვალს ამ წიგნის და ძალიან საინტერესო ნამუშევარი, რომელიც ფართო საზოგადოებამ უკვე იხილა. მოდით გვითხარით, როგორ დაიწყო სამუშაო პროცესი, რას ითვალისწინებდა და რა საინტერესო ტენდენციები გვაჩვენა ნაშრომმა. გმადლობთ. წიგნზე არაერთი ათეული წელი მუშაობდით, გროვდებოდა მასალა, ეთნოგრაფიული ინფორმაცია, საარქივო მასალა და საბოლოოდ შარშან წინ გადაწყდა მონოგრაფია წიგნის გამოცემა მომზადება, მაგრამ მანამდე ჩემი თანაავტორი პროფესორი ქეთევან ხუსიშვილი და მე უკვე სხვადასხვა სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე, რამდენიმე სტატიის სახით უკვე წარვდექით სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ამ საკითხებით და თვითონ იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში, როდესაც მე აი ამ სოფელში ვიზრდებოდი, სადაც ზაფხულობით, სადაც ეს დადაშქელიანთა მთავარი სამთავრო რეზიდენცია დგას და აი მუდმივ სოციალურ ყოფაში, მუდმივად მათთან დაკავშირებული ლეგენდები, გადმოცემები, მათ შორის ჩვენი გვარის საგვარეულო ისტორია მათ გვართან მჭიდროდ გადაჯაჭვული და აი ეს ინფორმაცია ილექებოდა ჩემს გონებაში. შემდგომ უკვე ამ ყველაფერს მიეცა სამეცნიერო მნიშვნელობაც, დანიშნულებაც და წიგნად გამოცემის იდეა გაუჩნდა ჩვენი ოჯახის ახლობელს ბატონ ნუგზარ წულუკიანს, რომელმაც მოგვაშველა საფრანგეთში ბესტსელერად ქცეული ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ევროპაში ფართო ცნობილი კატი დადაშქელიანის მემუარებით და აი შემდეგ უკვე შეიკრა წიგნის იდეა და წიგნი და გამოფენა დააფინანსა საქართველოს კულტურის სამინისტრომ. მათი მხარდაჭერა იყო ძალიან დიდი ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო წინასიტყვაობა აქვს წიგნს. ყოველ ზაფხულს სასკოლო არ დადეგებს სვანეთში ეცერის თემში ვატარებდი, სადაც მამისეული სოფელი ჭელირია, დედისეული კი ბარში. და რეალურად აქ მიღებული შთაბეჭდილებები, რომელიც შემდეგ უკვე წლების კვლევით დაგვირგვინდა საბოლოო ჯამში წიგნით, რომელიც უკვე ფართო საზოგადოებას შეუძლია რომ იხილოს. მოდით გვითხარით, რა მიგნებებში აქ საუბარი იმგვარი, ვის გამოადგება, ვინ უნდა იყოს მისი მკითხველი და თავად თქვენ, როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე წელი, ათეული წელიც კი მოანდომეთ მასზე მუშაობას, რატო გაიწელა დროში ასე დიდ მასალასთან მქონდა და მის დამუშავებასთან საქმე თუ თქვათ კიდე რაღაც სხვა საკითხები იყო, რომელიც ამ დროის განმავლობაში რაღაცნაირად ვერ გადაწყდა. მასალა იყო ძალიან დიდძალი, იმიტომ რომ ეს მასალა იყო საისტორიო წყაროები, სხვადასხვა საისტორიო დოკუმენტი, რომელშიც ეს დიდი საგვარეულო იხსენიება, ამ ყველაფრის სკრუპულოზური ანალიზი, თითოეული წარმომადგენლისა, მათი როლისა, ფუნქციისა, პიროვნებათა იდენტიფიკაცია და შემდგომ უკვე დიდძალი მასალა მთელი მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდელი ეპოქა, როდესაც აბსოლუტურად თითქმის ყველა მკვლევარი, მოგზაური, მეცნიერი, სახელმწიფო მოხელე, სასულიერო პირი, ვინც კი სვანეთში მოგზაურობდა, იყო ამ ოჯახის სტუმარი, მათ რომელიმე რეზიდენციაში დაბინავებული და ეს დეტალურად იქნა მასალა დალაგებული, დახარისხებული, შეჯერებული. ამავდროულად ჩემს მიერ წლების განმავლობაში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალა, რომელი მთხრობელების დიდი ნაწილი სამწუხაროდ უკვე ცოცხალი აღარ არის. მოხდა ის სინთეზური ანალიზი, უკვე შეკრებილი დიდძალი ინფორმაციისა და საბოლოოდ წიგნმა მიიღო ეს სახე. ორ ნაწილად არის წიგნი დაყოფილი. პირველ ნაწილში არის დეტალურად წარმოჩენილი ამ საგვარეულოს გამოჩენილი წარმომადგენლების ბიოგრაფიები და ღვაწლი ქართული კულტურის განვითარების წინაშე.
ჩვენ ყველანი მომსწრევართ აი განსაკუთრებით ადრეული პერიოდის საბჭოთა ლიტერატურისა, როდესაც დადეშქელიანები როგორც სასტიკი მებატონეები უკიდურესად ნეგატიური ფერებით იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ აი ამ გარკვეულწილად ობიექტური რეალობის მიღმა იყო მათი არაერთი წარმომადგენელი, რომელიც სწორედ დიდ ქართულ საქმეს აკეთებდა. მაგალითად, ყველას გვსმენია კონსტანტინე მურზაყან დადეშქელიანი, მისი ძმა ალექსანდრე დადეშქელიანი, რომელიც იყო ძალიან ცნობილი სწავლული გადასახლებაში, კორეის პირველი მეცნიერული ანალიზის შემქმნელი. ყველას გვსმენია უკვე ჩვენს დროში აი გენერალ-მაიორის ხარისხამდე მიაღწია გიორგი ჯანსუღ-დადეშქელიანმა, რომელიც აი ამ თავისი მაღალი სამხედრო წოდების და თანამდებობების მიუხედავად მაგალითად იცლიდა იმისთვის, რომ რაჭის ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გამოეწერა, ლეჩხუმში თეატრალური დასის ღონისძიება დაეფინანსებინა და ასე შემდეგ. მან აი პირველი ჯილდო მიიღო არტაანის გათავისუფლებისთვის, იმ დროს დაიჭრა მძიმედ და ასე შემდეგ. ან თათარყან დადეშქელიანი, რომ მისი ძმა, რომელიც იყო, თქვა, ილიას მეგობარი, ექვთიმე თაყაიშვილის მეგობარი, რომელიც ცნობილი სწავლულიც იყო და ჩვენმა პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ დღეს მშვენიერი სიურპრიზი მოგვიმზადა, რომ თათარყან დადეშქელიანის ორი სამეცნიერო წერილი გაბნეული ილიას დროს გამოცემულ ივერიაში და მეორე ძველ საქართველოში მისი გარდაცვალების შემდეგ ერთ კრებულად შეკრა და სამწუხაროდ ვეღარ წამოვიღე, იმიტომ რომ დაიტაცა მოსულმა საზოგადოებამ, ერთი ცალიც კი აღარ დაგვრჩა ამ წიგნიდან და ასე შემდეგ და ამიტომ აი ამ პირველ ნაწილში ჩვენ შევეცადეთ აი ეს ობიექტური რეალობა გვეჩვენებინა მათი ღვაწლი საქველმოქმედო საქმიანობაში, სკოლების გახსნის, კულტურული ცხოვრების აღორძინების, ბრძოლა ერთიანი ეროვნული პოზიციების შენარჩუნებისათვის, როდესაც აი რუსეთის იმპერია ცდილობდა, რომ სვანები გამოეყო დანარჩენი ქართველებისაგან და მათთვის შთაეგონებინა, რომ ქართული არ არის მათი დედაენა და ამ დროს იგივეს დადეშქელიანები, მათ შორის განსაკუთრებით ლევან ლეონტი, ქალაქში უფრო ასე იცნობდნენ, აი მუხჩაუხრელი იბრძვის ამის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და აქვე შემოვიდა ძალიან საინტერესოდ ჩვენთვის ინფორმაცია აქაური ქართველებისთვის ემიგრაციაში მათი ღვაწლის ამსახველი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაც, რაშიც დღევანდელი ამ სამთავრო შტოს წარმომადგენელი ცნობილი მოღვაწე, დიპლომატი, ხელოვანი ნიკოლ დადეშქელიანი მოგვეშველა. ხოლო მეორე ნაწილში ბატონო დავით წარმოდგენილი არის ისთვისაც შეიქმნა ეს წიგნი, ძირითადი მისი არსი, აი ამ დადეშქელიანთა შემონახული 4 რეზიდენციის დეტალური აღწერილობა, საარქივო მასალებზე დაყრდნობით დღევანდელი ვითარება, რაც სამწუხაროდ ძალიან სავალალო არის. ამ კვლევრებს ყოველთვის გიყვართ განსაკუთრებულად პედანტი მუშაობა, იმ კუთხით, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ რაღაც ახალი მიგნება, რაც თავისთავად ზრდის ინტერესს. როგორ ფიქრობთ, აუდიტორია, რომელიც ამ წიგნს გადაშლის და ინტერესდება, მიზია გათვლილი სტუდენტებზე, ვთქვათ, უფრო ფართო ასე ვთქვათ, სპექტრი შეიძლება განვიხილოთ მის კითხველად თუ კონკრეტული, ვთქვათ, სამიზნე ყავს. გარდა იმისა, რომ ინფორმაცია, რომელსაც თავად აგროვებდით და თავისთავად მოხდა მისი ვთქვათ, აღბეჭდა, აქ ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ თავად პროცესი ადამიანებს ალბათ რთულად ვერ წარმოიდგენენ, როგორი განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება სპეციფიურ, ასე ვთქვათ, სამუშაოს, რომელსაც თქვენ ასრულებთ. რთული იყო ეს საქმე, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დეტალურად იქნა ყოველი პიროვნება, ყოველი თარიღი, გეოგრაფიული არეალი და ძალიან ბევრი აქამდე არსებული ფაქტობრივი უზუსტობაც გასწორდება ამ წიგნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ. ხოლო ვისია წიგნი გათვლილი? წიგნს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი ეს არის მისი იმედი მაქვს მეცნიერული ღირებულება და მეორე პრაქტიკული მიზანი აქვს ამ წიგნს. ეს პრაქტიკული მიზანი გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ამ უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლების ვითარებით და პირველ ეტაპზე კონსერვაციით მაინც, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს ციხესიმაგრეებს იგივე ევროპის ისტორიაში. თუნდაც
კულტურულ საგანმანათლებლო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და აი ამიტომ აი ამ 4 სოფელში სადაც დღემდე შემორჩენილია ეს რეზიდენციები ზოგი შედარებით უკეთესი სახით, ზოგი ძალიან დანგრეული, აი საჭირო არის პირველ ეტაპზე თუნდაც მათი გაწმენდა, კონსერვაცია და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა. ეს ორს აქვს და ორს არ აქვს, აუცილებელია ეს უნდა გამოსწორდეს და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ იქნებ ამ თვალსაზრისით გარკვეული წვლილი შევიტანოთ. ძალიან გამოაცოცხლებს ამ სოფლებს თუნდაც იგივე ტურისტული თვალსაზრისით ამ ძეგლების კონსერვაცია, რადგან საქართველოში საერისთავო ძეგლები თითქმის არ შემოგრჩა. ან ძალიან ნაკლული სახით, ახლა ყველას გვახსენდება ანანური, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ცხოვრებაში, მთიულეთის არაგვის ხეობისათვის ზოგადად. აი ესე გახდება ეს სვანეთისათვის, ამიტომ თავარი არის სახელმწიფო დაინტერესდეს ამ მიმართულებით და მეცნიერულ ღირებულებაზე კიდე მეცნიერულ ღირებულების კუთხით ჩვენ შევეცადეთ არ გადატვირთულიყო ნაშრომი სამეცნიერო ტერმინოლოგიით. გათვლილი არის ის უფრო ზოგადად ფართო წრეებზე მკითხველებისა. შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო პოპულარული ხასიათიც კი აქვს და იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამ წიგნზე. ხელმისაწვდომია მისი ყიდვა. ყიდვა არა, ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ამიტომ დარიგდა სასაჩუქრე ცალებად, დანარჩენი რაც შემოგრჩა ამ ეტაპზე გაიცემა სასწავლო დაწესებულებებში და სახელმწიფო ბიბლიოთეკებში და თვითონ იმ საგვარეულოს წარმომადგენლებსაც საჩუქრად გადაეცათ და ძალიან ცოტაღა დაგვრჩა უკვე. შეიძლება გაიცათ განმეორებითი გამოცემაც, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკითხველისათვის, სულ მალე დაიდება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ელექტრონული ვერსიაში და იქნება ხელმისაწვდომი. კაპიტან როზეტა, თასთან დაკავშირებული საკითხები ერთის მხრივ არის მისტიკა, ინტერესი ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა, მით უფრო თუ გადავავლებთ თვალს ისტორიულ შლეიფს, ეს თავისთავად კიდე უფრო საინტერესოს და შთამბეჭდავს ხდის, ალბათ ამიტომაც არის ის უფრო სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და მეორეს მხრივ ალბათ რაღაცნაირად მოტივაციის გაზრდა ახალგაზრდებში, რომ თაცოცხალია და ვინ თუ არა ზუსტად ახალგაზრდების ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება უფრო მაღალი მასთან დაკავშირებით. ამ კუთხით როგორ ფიქრობთ? შეუძლია რაიმე თქვათ სარგებელი მოიპოვოს და მოიტანოს ამ ნაშრომმა? ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც საუბრობთ წიგნში, წეღანაც ვახსენეთ, ათარყან დადეშქელიანი, ეს იყო ლეიბგვარდიის პოლკოვნიკი, რომელსაც იმპერატორი ძალიან დიდ პატივს სცემდა. და აი ამ ადამიანმა არჩია სამშობლოში და თავის ისტორიულ მამულში დაბრუნება. იქ ცხოვრობდა. გრაფინია უვაროვა, ეს ძალიან ცნობილი არქეოლოგი გახდათ, პრასკოვია უვაროვა და ის წერს, რომ მე იშვიათად შემხვედრია ნიმუში არისტოკრატისა, რომელიც უზრუნველ ცხოვრებას, სამეფო კარზე ცხოვრებას, თავის მიყრუებულ მთებში ცხოვრებას არჩევდა. 200 ადამიანს ვიცნობდი, ერთი ალექსანდრე ყაზბეგი და მეორე თათარყან დადეშქელიანი. ანუ შეიძლება ადამიანმა ძალიან განათლებულმა, სწავლულმა, მაღალჩინოსანმა შეძლოს და თავის მშობლიურ მხარეს ემსახუროს. გარკვეული ფიქრობ, რამდენიმე მაგალითი, რაც ამ წიგნში არის, ძალიან საყურადღებოა ამ კუთხით, თუნდაც ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის და შემდგომი ჩემი ძირითადი მიზანი, რაც უკვე ვთქვი, იყო ის, რომ ჩემი და თან ავტორისა, რომ აი ადგილობრივი სოციოკულტურული ფონი გაუმჯობესდეს. გაიხსნას იქ კონსერვაციის შემდეგ საგანმანათლებლო ცენტრები, ადგილობრივი მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის ფილიალი გაკეთდეს, ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები, რაც აი მხარის ცნობადობასაც, ახალგაზრდათა ინტერესსაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად შეესაბამება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ აი სახელმწიფო ამ კუთხით დაინტერესდება. კიდევ ერთი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, რომლებიც გვისმენენ. დადეშქელიანთა რეზიდენციების ამსახველი ფოტომასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენილი იქნება 1 თვის განმავლობაში და შეგეძლებათ დაინტერესების შემთხვევაში ნახოთ. უბრალოდ გარკვეული ფოტომასალა, რომელსაც მე ასევე გადავაწყდი წიგნში, შემიძლია ვთქვა, რომ ერთგვარი საარქივოც არის და საინტერესო იმ კუთხით, რომ უფრო თვალსაჩინოა მოკლედ სურათი იმ
მასალის, რომელიც მოიძიეთ და ამუშავეთ. მოდით ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს აი ამ ნაწილში ვიზუალური კუთხით რა ტიპის ვთქვათ მასალა მოგროვდა და რა გაერთიანდა ამ ციკლში. კი ბატონო, ეს იგი გამოფენა არის თემატურად დაყოფილი. ვრცელ დარბაზში არის წარმოდგენილი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ილია ჭავჭავაძის პირველში, იწყება ქრონოლოგიურად. ყველაზე ძველი რეზიდენციით ეცერის ბარშისა, აქ არის წარმოდგენილი არქივებიდან მოპოვებული ფოტოები, ჩანახატები, მაგალითად ტელფერისა და მერე უკვე თანამედროვე ვითარება. ასახული ცალკეული დეტალების აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსისა. შემდგომ ამავე თანრიგში წარმოდგენილი არის ეცერის შტოს მოღვაწე დადეშქელიანთა ფოტოგამოსახულებები. შემდგომ წარმოდგენილი არის აი ასაკობრივი თარიღების მიხედვით ფარის რეზიდენცია კონსტანტინე მურზაყან დადეშქელიანის სამფლობელო და აქვე წარმოდგენილი არის გერბი, რომელიც თავიდან იყო გელოვანთა საგვარეულო გერბი და შემდგომ დადეშქელიანთა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი ეს ხედვა არის, რომ ისინი სწორედ გელოვანების გაგრძელებას წარმოადგენს ეს სამთავრო სახლი. შემდგომ წარმოდგენილი არის ბეჩოს რეზიდენცია საარქივო მასალებით, თანამედროვე ვითარებით, მათ შორის აი ესეთი ძიმე სურათიც, როდესაც ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობის შემდგომ შეესივნენ და ანგრევენ ამ კოშკს. შემდგომ წარმოდგენილი არის ბოლო მეოთხე რეზიდენციის ცხუმარის თემის და იქ მოღვაწე იქაური წარმოშობის დადეშქელიანთა პორტრეტებიც. ანუ კომპოზიციურად ძალიან შეკრული არის და აგრეთვე ჩვენი ბიბლიოთეკის დახმარებით გამოფენილი არის ის საინტერესო ნაშრომები, სტატიები, წიგნები, სხვადასხვა მონოგრაფიები, რომლებშიც აი ამ სამთავრო შტოს ან რეზიდენციათა შესახებ არის საინტერესო ინფორმაცია. ნახველისთვის ფიქრობ საკმაოდ სამბეჭდავი გამოფენა არის. პროექტის ფარგლებშიც ყავდათ ხომ ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ფოტოების მოწოდებაში და ასევე სხვადასხვა წლებში გადაღებული. რომელიც თქვენი თანამშრომელი არის, შესანიშნავი ხელოვანი გახლავთ ბექა ფარჯიანი, მან აგრეთვე კლიპიც მოგვიმზადა, რომელიც ალბათ ინტერნეტშიც განთავსდება, სადაც აი 4-ვე რეზიდენცია არის გადაღებული და სვანური ხალხური ჰანგიც ერთვის მას. ეს კლიპიც ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან კარგი. დიდი მადლობა, მინდა გითხრათ ამ ნაშრომისთვის, რომელიც უკვე წიგნად არის ხელმისაწვდომი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დაინტერესებს ფართო საზოგადოებას და კიდევ უფრო მაღალი იქნება ინტერესი და თავისთავად ხვდებით, რომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეიძლება კიდევ ახალი ტირაჟი მომზადდეს, ალბათ ავტორისთვის, მკვლევრისთვის ამაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარი არაფერია და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ნაშრომები, ამგვარი წიგნები კიდევ ბევრი იქნება და ყოველთვის ღია იქნება ჩვენი სტუდიის კარი თქვენთვის. დიდი მადლობა. როზეტა გუჯეჯიანი, ეთნოლოგი, პროფესორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის.